კარგი, ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მყიფე ზავი შესაძლოა ყველაზე საშიში ფაზაში შედის. ახალი ცნობები იუწყება, რომ ვაშინგტონი და იერუსალიმი ახლა ყველაზე სერიოზულ მზადებებს ატარებენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობისთვის. რაც შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს, რადგან მოლაპარაკებები კვლავ ჭიანურდება. New York Times-ის მიხედვით განხილვადი ვარიანტები ბევრად ცდება საჰაერო დარტყმებს და მოიცავს შესაძლო კომანდოს მისიებსაც ირანში, რათა უკან დაიბრუნონ მაღლად გამდიდრებული ურანი, რომელიც გასული წლის ომის შემდეგ იქნა დამარხული. ისრაელის ოფიციალური პირები ასევე აფრთხილებენ, რომ ისინი ემზადებიან ბრძოლის კიდევ ერთი რაუნდისთვის, რომელიც შეიძლება დღეებიდან კვირებამდე გაგრძელდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ორი ინფორმაცია, რომ მან რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ირანთან ომზე, სანამ დღეს საღამოს შეზღუდულ უსაფრთხოების შეხვედრას ჩაატარებს. ეხლა ჩვენთან შეერთებული შტატებიდან ერთვება მაიკლ მალროი, აშშ-ის თავდაცვის მდივნისის ყოფილი მოადგილე თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. ცხადია, ამ ცნობებს ახლა ვისმენთ. თქვენი აზრით, რამდენად ახლოს ვართ ირანთან საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან? სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. ვფიქრობ, საკმაოდ ახლოს ვართ. ჩანს ბევრი სამხედრო პოზიციის ცვლილება, რაც ომამდე ვნახეთ. ესე რომ დაახლოებით 27-28 თებერვალს ვხედავთ, რომ ბევრი საჰაერო რესურსი ტოვებს ტერიტორიას, რადგან სურთ მათი გადანაცვლება ევროპაში, რათა ირანის საპასუხო შეტევისთვის დაუცველები არ იყვნენ. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაიწყება, მაგრამ ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ შეიძლება ასე იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარია პრეზიდენტ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრი ნეტანიაუს შორის. ასე რომ ყველა ყურადღებით აკვირდება, დაიწყება თუ არა ეს ყველაფერი ისევ. და რა თქმა უნდა არსებობს ჩიხში შესული მოლაპარაკებები, რომლებიც როგორც ჩანს არსად მიდის. კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ეს ომი შეიძლება თავიდან დაიწყოს. ამ ანგარიშებში, რომელსაც ხედავთ, საუბარია კომანდოს ოპერაციების შესაძლებლობაზე, რათა სამხედრო თვალსაზრისით ირანში დამარხული გამდიდრებული ურანიუმი იქნეს ამოღებული. რამდენად სარისკო და რეალისტურად რიენებოდა ესეთი ოპერაცია სინამდვილეში? ძალიან სარისკო იქნებოდა. ეს ადგილები ირანის სიღრმეშია განთავსებული. ეს ოპერაცია მხოლოდ ამ ძალების იქ ჩაფრენას არ მოითხოვს. ეს ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სპეციალური ოპერაცია იქნებოდა. სავსები გულწრფელად რო ვთქვა, მათ შეიძლება ადგილზე კვირების განმავლობაში დარჩენა მოუწიოთ. შესაძლოა მათ მოუწიოთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობა და მძიმე ტექნიკის შემოყვანა. მასალა, რომლის აღდგენაც სურთ, ეს მაღალ გამდიდრებული ურანი სავარაუდოდ იმ ნანგრევებშია დამარხული, რომლებიც აშშ-ის თავდასხმების შედეგად დარჩა ამ ობიექტებზე. ამიტომ შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეთ მის მოპოვებას. ცხადია, ირანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ისინი გადაადგილოს და რა თქმა უნდა, თავად ამ ძალასაც დანაკარგები მიაყენოს. იქ შესასვლელად დიდი, კოორდინირებული ძალა იქნება საჭირო. ეს სერიოზული ოპერაცია და ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება იქნება. საბოლოოდ როგორ ფიქრობთ, რას შეიძლება დაგარგოს ტრამპმა ამ ეტაპზე? ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ტრამპს უკან დაბრუნება ომში არ სურს. რომ ეს აშკარად არ არის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ნაბიჯი და ის უკვე საკმაოდ მერყევ მდგომარეობაშია საზოგადოებასთან და მათი ამ ომისადმი დამოკიდებულების მხრივ. თქვენი აზრით, საბოლოოდ როგორ იმოქმედებს ტრამპზე და მის ამჟამინდელ ლიდერობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ომში დაბრუნება? ძალიან კარგი კითხვა. ეს ომი ძალიან არაპოპულარულია. თავიდანვე არაპოპულარული იყო და შემდეგაც არ გაუმჯობესებულა. და თუ ომში დავბრუნდებით, ვფიქრობ, მისი მიუღებლობა 70%-დან კიდევ უფრო გაიზრდება. და რა თქმა უნდა, თუ სახმელეთო ძალებს შევიყვანთ და მსხვერპლი იქნება, ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. ეხლა ეს პოპულარული არ არის, მაგრამ შეიძლება მკვეთრად დაეცეს. ესე რომ არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ომში დაბრუნება უნდა, მაგრამ ფაქტობრივად ირანმა ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები იმ დონემდე მიიყვანა, რომ მას შეეძლოს მათი მიღება. ისინი ძირითადად ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რაზეც შეერთებულ შტატებს ზოგ შემთხვევაში უფლებამოსილებაც კი არ აქვს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ირანს საერთაშორისო საზღვაო გზაზე სუვერენიტეტი მივანიჭოთ. შეერთებულ შტატებს ამის გაკეთების იმაზე მეტი შესაძლებლობა არ აქვს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ისინი იმდენად შორს იყვნენ რეალობისგან და მოლაპარაკებებიც ესეთ მდგომარეობაში იყო, რომ ან ჩიხია, როცა სრუტე ნაწილობრივ დაბლოკილია და აშკარა ბლოკადაა, ან ეს ყველაფერი ესკალაციამდე მივა. და რა თქმა უნდა, მხოლოდ აშშ და ისრაელი არ იქნებიან მის დარტყმების განახორციელებს. ირანი სავარაუდოდ პასუხს გასცემს. მათ შეიძლება ენერგორესურსების მაღალი ფასების შესახებ არსებული შეშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა.
ბოლო კითხვა, რომელიც მინდა დაგისვა მაიკლ, არის ის თუ რა ტიპის დარტყმებს ელოდებით შეერთებული შტატების მხრიდან. Ცადია ვისაუბრეთ ამ ტიპის კომანდოს მისიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება განვითარდეს? პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენჯერმე აღნიშნა ირანში ენერგიის წარმოების სიმძლავრეების განადგურება. ფიქრობ იქ სამი მართლაც მნიშვნელოვანი ელექტროსადგურია. რა თქმა უნდა, ეს საკითხი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იქნება განხილვის საგანი. იცით, ელექტროენერგია საჭიროა გენერატორების მუშაობისთვის. ის საჭიროა საავადმყოფოებისთვის, გამკნარების სადგურებისთვის. ბევრი ისეთი რამისთვის, რაც მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას სჭირდება, მაგრამ სწორედ ამაზე აქვს მას საუბარი. ასევე უსაუბრია ხიდებზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხიდები სამხედროების გადაადგილებისთვის არის საჭირო, მაგრამ ასევე ეს არის ვაჭრობა. სამოქალაქო მოსახლეობაც არანაკლებად იყენებს მათ. ესე რომ როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა მისი ყურადღება გამახვილებული. ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრობს. ასე რომ მე ამას მივაქცევდი ყურადღებას. და თუ ეს თავიდან დაიწყება, წარმომიდგენია, რომ რაღაცა მსგავსი იქნება, იმედია სამხედრო გამოყენებასთან დაკავშირებული, რაც მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს, მაგრამ სავარაუდოდ სწორედ იქ მიდის ეს ყველაფერი. კარგი, მაიკლ, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი და შენი შეხედულებები გაგვიზიარე.